უფლებადამცველი საუბრობს პოლიტიკურ და ფინანსურ შანტაჟზე ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ და ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ ვერაფერ ვერ შეძლეს მისი მართვა სპეცსამსახურებმა. რეალურად რას უკავშირებთ პროცესს, როდესაც მაგალითად რამდენიმე ინსტანცია მოგებულია და საკუთარ აქტივებზე წვდომა მაინც არ აქვს? ვფიქრობ, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ყველაზე ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული ავაზაკური რეკეტი. Ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს ჩვენ საქმე, რასაც ვაკვირდებით აი ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ფაქტია, ხომ, რომ იმდენად გავლენებს ექვემდებარება სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეუძლიათ პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ის საკითხი, ვის კონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და ყაჩაღურად მიისაკუთრონ და ასე შემდეგ. ანუ ხელის გულზედებს სინამდვილეში, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ამ ცდილობებს ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებოდით. მათ შორის მაშინ, როდესაც ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო, გახსოვთ ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი, როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არ მყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში ზუსტად ესეც მიანიშნებს იმაზე, თუ რა ძალები არის ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად. ბატონო შალვა, მე მინდა გითხრათ ჩვენს მიერ მოპოვებულ წერილთან დაკავშირებით, რომელიც არასაჯაროდ IPP-ის წევრებმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიწერეს და ამ წერილში საუბარია, რომ საქართველოს თითქოს გვერდსული სანქციებს და რუსეთს ეხმარება. ამ მიმართულებით მანამდე ჩვენ ვნახეთ სტატია, რომელიც დაიწერა მპირის მიერ, რომელიც კავშირშია ვიქტორ პიკიანის ორგანიზაციასთან. აი ამ ფაქტორს თქვენ როგორ უყურებთ, რა შეიძლება იყოს მასთან კავშირში მყოფი პირის ინტერესი და ზოგადად აი პირველი, ყველა მიცის, რომ რა თქმა უნდა ტყუილი არის და ეს დადასტურდა არაერთხელ იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინის ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, მოუწია თვითონ ეღიარებინა შემდეგ ევროკავშირს, რომ არანაირი ფაქტი, ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდისავლისთვის. არადა კიდევ ერთხელ, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, არსებობს იმის რისკი, რომ ვიღაცამ შეეცადოს კონტრაბანდულად საქმიანობა. მაგრამ აი იმდენად აწყობილი არის კონტროლის სისტემა, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ გამოვლინდა. ანუ ეს არის ტყუილი. მეორე, რატომ უნდა სურს IPP-ის ამგვარი ტყუილის გავრცელება საქართველოსთან დაკავშირებით? ესეც მე მგონი ცხადი არის, რომ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოახვიონ ქვეყანას, მოიყვანონ საკუთარი მარიონეტული ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. შესაბამისად, როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა. IPP-ის როცა საუბრობთ, ფაქტია, რომ და ახლახან კიდევაც ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც მათთანაც ჰქონდათ შეხვედრები და დიდი ალბათობით მათი მონაწილეობით არის ამგვარი წერილი და მიმართვა შედგენილი. შესაბამისად, თუ კი ეს წერილი არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა, გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობის და ის ხალხი, ვინც ამას ჩართული იყვნენ, NGO-ები მათ შორის, რომელიც თავს იწონებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, არის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარება. ასე რომ სხვა შორის ასეთი მუხლები წაყენებული აქვს რამდენიმე პოლიტიკოს რადიკალური ოპოზიციიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს. აი ესეთი ფაქტებიც ხომ თავად აჩვენებენ საზოგადოებას, რომ მტრულ საქმიანობაში, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან უცხო ძალებს. ასე რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, ამგვარი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების შემცველი წერილი არის მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო ის პასპორტით ქართველები, NGO-ები და პოლიტიკოსები, რომელიც ამას ჩართული არიან, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან.
შეიძლება იკვეთებოდეს აქ ვიქტორ კიპიანის. ყველა ვინც ჩართული არის ამ დეზინფორმაციული ნარატივის შედგენაში და მათ შორის ეს ეხება GeoCases ამ თანამშრომლებს, ვინც ამაში არიან ჩართულები, ყველა ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. აი ეს არის ფაქტი და ამას უნდა გაუსწროს ყველა თვალე და მათ შორის ბატონი ყიფიანის მონაწილეობით, როდესაც ასეთი დეზინფორმაციულ ნარატივს ქმნი ხელოვნურად, ავრცელებ ხელოვნურად და აძლევს საბაბს უცხო ძალებს, რომ შენი დეზინფორმაციული ნარატივის დაყრდნობით საქართველოს წინააღმდეგ თუნდაც წერილები წეროს და ასე ვთქვათ, ცუდი პრესა შეუქმნას საქართველოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა თავისი პოლიტიკური დატვირთვა. და კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე მოზარდებს. აი რა გახდა ის მთავარი განგაშის სიგნალი, რატომაც დადგა დღის წესრიგში, რომ მართლაც ეს პრობლემა აქტუალურია და სამართლებრივი მექანიზმი სჭირდება და ადეკვატური პასუხი და ეს ხო გაიმიჯნა, რომ არა დასჭა, არამედ აი რომ გიქცეთ. უბრალოდ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო კანონმდებლობა რეაგირებს იმ გამოწვევებზე, რომელიც წარმოიშვება ხოლმე და ფაქტია, საზოგადოებაც ამას აკვირდება, რომ სამწუხაროდ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც 14 წლამდე ასაკის მოზარდები ჩართული არიან ისეთ ქმედებებში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ერთი, მეორე ფაქტია, რომ სავარაუდოდ ეს არის ზრდასრული ადამიანებისგან წაქეზებით და რა თქმა უნდა ეს მეორე განზომილება, რომელზეც ასევე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომ ასეთი ორგანიზება და წაქეზება არ ხდებოდეს, მაგრამ გამოწვევა სახეზე არის. არიან არასრულწლოვნები, რომელსაც რამდენიმე ათეული ამგვარი დანაშაული ჩადენილი აქვთ და გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება 14 წლის ასაკამდე, შესაბამისად დაუსჯელად ხდება ერთის მხრივ მოქალაქეების თუ სხვადასხვა ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული ესეთი ქმედებები. ეს ერთი, ეს არის ფაქტი. მეორე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს ჩვენ საზოგადოებაში და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება, მათ შორის არასრულწლოვანების მხრიდან ჩადენილი დანაშაულით. აქ ჩვენ წავედით იმ გზაზე, რომ ავირჩიეთ ყველაზე გამოცდილი ვერსია, გერმანული ვერსია მიდგომისა, რომელიც გულისხმობს, რომ 14 წლის ასაკამდე მოზარდებსაც შეეხებათ, მათი არა დასჯა, არა სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება და ზრუნველობის პროგრამების მეშვეობით მათი დაბრუნება სოციალურად გამართულ ქმედებაში და კალაპოტში. სწორედ ამას ისახავს მიზნად ეს რეფორმა, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიზრუნოთ არასრულწლოვნებზე და გამომდინარე იქიდან, რომ რახან ეს 14 წლამდე ასაკის კონკრეტული მოზარდები ჩადიან ამგვარ ქმედებებს დანაშაულებს, სახეზე არის, რომ სავარაუდოდ ოჯახური გარემო, სოციალური გარემო, რაშიც ისინი იმყოფებიან, ვერ უზრუნველყოფს პრევენციას მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენისა. სახელმწიფო მათ რა თქმა უნდა არ უყურებს და არ შეხედავს როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის და დასჯაზე კიდევ ერთხელ არავითარ შემთხვევაში დასჯაზე არ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო მაიღოს თავის თავზე მზრუნველობა, მათი სოციალური გარემო ამ მზრუნველობას ვერ იჩენს და ვერ აკორექტირებს, ასე ვთქვათ, მათ ქცევას, საზოგადოება სახელმწიფომ მულტიფუნქციური მიდგომით, ჩართული არიან როგორც სოციალური მუშაკები, ისე ფსიქოლოგები და სხვა შესაბამისი პროფილის წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კავშირებით აი რატომ დადგა ის წესრიგში აი ამ გადაწყვეტილების მიღებაც რომ და მე მოვკითხა ხო, ნუ ეს ჩვენ არაერთხელ ავხსენით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2006 წელს მაშინდელი ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით, ხელშეწყობით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ეგრეთ წოდებული ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, რაც თავისი არსით უკვე იყო
არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ ეს იყო ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებით მათ შორის, რაც შემდეგ მოყვა ამ ყველაფერს. 2006-ში ჩატარდა უკანონო ანტიკონსტიტუციური სეპარატისტული არჩევნები სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზების და ხელშეწყობით. 2007-ში ამ არჩევნების საფუძველზე შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაცია. 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები, ამით შექმნეს ყველანაირი წინაპირობა მათ შორის სამართლებრივი მხრივ, იმით რომ ადმინისტრაციულ საზღვრები აღადგინეს და მეორე შექმნეს ის ესკალაციური გარემო, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. ასე რომ ეს არის ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი ქმედებებისა, რომელიც დასრულდა 2008 წლის ომით, რამაც დამანგრეველი ეფექტი იქონია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების სახით. აი ეს მოიტანა აი ამ ქარაფშუტულმა ქცევამ ნაციონალურ მოძრაობის, კოკოითი ფანდარასტით რომ დადიოდნენ და სიმღერით და დოლით რომ ეგონათ რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენენ და ეს ხალხი დღეს კიდევ რო პოლიტიკაში არის. აი ესე ქარაფშუტობით ქვეყანა რომ ომში შეიყვანეს, ეს არის იმის დასტური თუ რასთან ქონდა ჩვენ საქმე სააკაშვილის რეჟიმის სახით. შესაბამისად, შემდეგ მათ შორის აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ ის რაც არის რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ეს ჩვენ სამართლებრივ პოლიტიკურ ტერმინოლოგიურ სივრცეში არ დარჩეს და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, თავად ამ ადმინისტრაციას, მის თანამშრომლებს, ხელმძღვანელობას წლების განმავლობაში ისინი კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავის საქმეს და რა თქმა უნდა, ყველას მადლობა ეთქმის, ვინც ამ გარემოების, თავადაც ამ გარემოების გარკვეულწილად მძევალი იყო იმ მხრივ რომ არაკონსტიტუციურად შექმნილი ორგანო იყო. რა თქმა უნდა, მათ თანამშრომლებს მადლობა ეთქვით იმ საქმისთვის, რაც მათ გასწიეს ამ წლების განმავლობაში, თუმცა თავად ეს ორგანო, რომელიც სრულად არის ანტიკონსტიტუციური, თავად ეს მიდგომა, რომელმაც თავის დროზე მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე, რა თქმა უნდა, ითხოვს გადაწყვეტილებას და შესაბამისად საკანონმდებლო ქმედებას. აი მოვა, აი იქით და მოვალ. ამ თემაზე ყველას მათთვის სასიხარულო გამოდგა თქვენის გადაწყვეტილება და ეს როგორ არის თავსებალი საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, რომ მარიონეტებს მოსწოდეთ ის, რაც თქვენი მტკიცებით არის ამ ინტერესების შესაბამისი. და ასევე, თუ ეს პრობლემა იყოს არიყავით, 15 წლის განმავლობაში. პირველი, ჩვენ მოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ჩვენი გადაწყვეტილებები არ ემყრდნობა იმას, ვის მოეწონება, არ მოეწონება, გაუხარდება ან ეწყინება. მე მგონი ეს დადასტურდა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ჩვენ არ უყურებთ საერთოდ ვინ როგორ უყურებს ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენ უყურებთ ქართველი ხალხი როგორ აღიქვამს ამ გადაწყვეტილებებს და ეს ქართველი ხალხის ინტერესშია და ქართველი ხალხის რეაქციასაც ხედავთ. ეს ერთი. მეორე მე კიდე ერთხელ მე ჩვენთვის არ არის გამსაზღვრელი ჩვენთვის ხო რა გინდა თქვა თუ ქართველი ხალხი მარიონეტული რეჟიმი არის ქართველ ხალხს თუ მოსწონს იმიტომ ქართველ ხალხს თუ მოსწონს როგორ აკავშირებთ იმიტომ რომ ეს არის ყალბი შედარება ვინაიდან კიდევ ერთხელ ჩვენთვის საზომი არის არა ის სხვა რა სიტყვის ჩვენთვის საზომი არის ის ქართველი ხალხი რა სიტყვის და სწორედ ეს რეაქცია ქართველი ხალხისა ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილების სისწრაფეს ერთი მეორე იკითხეთ რატომ აქამდე არა ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა თავისი მომზადება სჭირდება მათ შორის გამომდინარე იქიდან რომ არ მოხდეს ასე ვთქვათ თავდასხმა ეროვნული ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებაზე თქვენ ალბათ დააკვირდით და ამასაც ვთქვათ დააკვირდეთ მე ვთქვი კიდევაც რომ თავის დროზე 2006 წლებში ეს ხელის გულზე დესვებს გადაწყვეტილება იყო გარედან ნაკარნახევი და ეს იყო სხვა გარე ძალების გეოპოლიტიკურ თამაშში საქართველოს შესაწირ პაიკად ჩართვა.
როდესაც ახლა ამ გადაწყვეტილებაზე გავაცხადეთ, თქვენ ალბათ დააკვირდით, რომ პოლიტიკოსების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე უარყოფითი რეაქცია არ ყოფილა. მაგრამ ალბათ ასევე დააკვირდით, რომ ვინ გამოიყვანეს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ უცხოეთიდან დაქირავებული NGO-ები. პირველი, ვინც ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხედა და თქვა, რომ როგორც უკაცო ტერმინი, როგორ შეიძლება ტერმინი სამხრეთ ოსეთი გავაკროთ ჩვენი სამართლებრივი სივრციდან, იყვნენ უცხოეთიდან დაქირავებული NGO-ები. და ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს პროექტი სრულად თავის დროზე იყო გარედან ნაკარნახევი პროექტი საქართველოს დიდ გეოპოლიტიკურ თამაში მსხვერპლად შესაწირად და პაიკად გამოსაყენებლად და ზუსტად ეს რომ დღეს არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკურმა ძალამ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე უარყოფითი არ თქვა და გამოიყვანეს უცხოეთიდან დაქირავებული რამდენიმე NGO, რომელსაც პირდაპირ საქართველოს ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთებინეს. აი ესეც არის რომ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას მომზადება სჭირდება, ყურადღება სჭირდება. მთავარი არსი არის რომ სწორი და არასწორი უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან. არასწორია, როდესაც ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას კონსტიტუციის მიღმა ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაკეთდა თავის დროზე და ამავე დროს გაკეთდა ისე, რომ ფაქტობრივად სეპარატიზმის ირიბი აღიარება გამოვიდა, მოხდა მაშინ ხელისუფლების მხრიდან ერთი და მეორე ესკალაცია, რომელსაც ომამდე მიგვიყვანეს. ეს ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ხრდება ცხინვალის რეგიონად იქნება მოხსენიებული ამიერიდან ეს ტერიტორია და ოპოზიციის ბრალდებებზეც უნდა კითხოთ. ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენი ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის და ამ ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემისთვის ემზადებით და მოღალატეობრივ ქრონიკის დასასრულს უწოდებს ნაციონალური მოძრაობა, მაგალითად ამ ნაბიჯს გარողობას ოპოზიცია. ხო, უპირველეს ყოვლისა ესეც არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი. მაშინ, როდესაც ჩვენ არა მხოლოდ სახელმწიფო და ხელისუფლება, მოქალაქეებიც, ხომ? როდესაც სხვადასხვა უცხოელი, არ ვიცი, ან ორგანიზაცია იქნება თუ კერძო პირი იქნება თუ ჟურნალისტი იქნება, სამხრეთ ოსეთის ტერმინს იყენებს, ყველას ეს ცუდად ხვდება ყურშიც და გულშიც. და ვერ ვიღებთ ხო ამას? ვერ ვიღებთ, მიუღებელია ჩვენთვის და ვცდილობთ ზუსტად ამას ვაკეთებთ, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის ნაწილიც ეს არის, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არავინ არ გამოიყენებს. ამის საპირწონედ, როდესაც ჩვენს სამართლებრივ სიმცირეში ასეთი ტერმინი ირიბად არის დამკვიდრებული, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. სწორი არის ცხინვალის რეგიონი და კიდე ერთი ხაზი რა უნდა გაესვას. არაკონსტიტუციური ორგანო იყო ის, თუმცა ამავე დროს 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები, სადაც 4 მუნიციპალიტეტი არის არჩეული და ისინი რა თქმა უნდა ინარჩუნებენ საკუთარ სტატუსს და რა თქმა უნდა, ზუსტად ეს 4 მუნიციპალიტეტი, ახალგორი, ქურთა და ასე შემდეგ 4 მუნიციპალიტეტი არის არჩეული ხელისუფლება ცხინვალში და არის საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოს გაგრძელება ცხინვალში. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში არის ეს 4 მუნიციპალიტეტი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოს აქვს ამავე დროს პირდაპირი მმართველობა ცხინვალში. რეზოლუციასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მორიგდეზე საფრანგეთის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაციით სერგი გაბანაძე შეხვდა საფრანგეთის არანაირი სახელი უყურეთ კიდე ერთხელ 90-იან წლებში თავის დროს გაუქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და არანაირი რეგიონი იქ არ არსებობს და არანაირი ადმინისტრაცია, ასე ვთქვათ, არ არსებობს. ეს შეუძლია დააწესოს მხოლოდ კონსტიტუციამ და კონსტიტუციაში წერია. ზუსტად ამიტომაც წერია. უყურეთ, არა, ის საერთო არც არის საერთო. კიდევ ერთხელ, ის არის მუნიციპალური დონე
და რაც იყო შექმნილი ანტიკონსტიტუციური ორგანო, ეს არის არაფერს არ აერთიანებს, ეს ცალკეა. როგორც ახლა ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტი ცალ-ცალკეა და არ არის წარმომადგენლობა, ეს იყო მთელი ანტიკონსტიტუციურობა, ეს იყო ზუსტად რომ შექმნეს როგორც არ ვიცი რეგიონი ან წარმონაქმნი კონსტიტუციის მიღმა, მაშინ როდესაც კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოს რეგიონული მოწყობა განისაზღვრება მაშინ, როდესაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საერთო კონტექსტთან დაკავშირებით მინდა და შემდეგ მაშინ რომელიც ამ ცვლილებებს განიხილავს თქვენი ოპონენტები ამ ცვლილებებს განსაკუთრებით იმიგრანტების ჩართულობის ნაწილს საპარლამენტო არჩევნებში აფასებენ რომ თითქოს მათი საარჩევნო ხმა იკარგება აი ამ პროცესში. ეს თქვენთვის არის სპეკულაცია, რატო პირველ რიგში და რეალურად რა არის ამ ცვლილებების? პირველი, ჩვენ თქვით მიზეზები და ერთ მიზეზს გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, როცა საუბრობთ, რომ საზღვარგარეთ ყოფი ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან უცხო იურისდიქციაში, სადაც საქართველოს სახელმწიფო მათ ვერ იცავს. მათ შორის ვერ იცავს მათ ან შეზღუდული აქვს დაცვის შესაძლებლობა მათ შორის საარჩევნო უფლების მხრივ. და ჩვენ თქვით კიდევაც, რომ ნახეთ, რომ ერთი რომ სულ უფრო მეტად და მეტად იმატებს მსოფლიოში სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ფაქტები, ამაზე საუბრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, რომ ერევიან მათ არჩევნებში. და ამაზე რა თქვა, ეს რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, როდესაც ჩვენ არჩევნებში უხეშად პირდაპირ ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერიან იმისთვის, რომ დაედოთ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი. არაფერს არ მოერიდნენ, პირდაპირ მათ შორის ევროკავშირის ელჩი ჩაერთო ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიაში, აგერ აქ მიტინგებს მართავდნენ მინისტრები უცხო ქვეყნების, ჩვენ ახლა როგორ ვანდოთ მათ, რომ მათ ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებზე არ ექნება ზეწოლა, გავლენა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი დადოს. და ასე ამის ფაქტები არის. მე გუშინაც თქვი, ბატონი მიხაილ როთი, რომელიც გახდათ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი 2004 წლის 24 წლის არჩევნების წინ პირადად გერმანიაში, ბერლინში ჩაწერა ეს ვიდეო, ბერლინში ჩართული იყო ამომრჩევლების მობილიზება ზეწოლით. იმიტომ რომ აბა კაი დედმამიშვილი ხარ და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რო გეუბნება მოდი და ქართული ოცნების წინააღმდეგ მიეცი ხმა, კაი დედმამიშვილი ხარ, მე იქ ყოფი საქართველოს მოქალაქე და არ დაუჯერო გერმანიის ამ ხელისუფლების ამ წარმომადგენელს. ამ წარმომადგენელს არ დაუჯეროს და გაჩვენებთ როგორც ხდებოდა ეს ყველაფერი. შემდეგ ჩართული ყავდათ მათ შორის საქართველოს მოქალაქეებივე, ნაციონალ მოძრაობის აქტივისტები და ასე შემდეგ, დიასპორა, პირდაპირ დიასპორა დააპირისპირეს დიასპორას და ჩვენ ნახეთ ფაქტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, სხვა ქვეყნებში, სადაც დიასპორისვე წარმომადგენლები ემუქრებოდნენ მათ, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, ემუქრებოდნენ, რომ ისინი მათ ჩაუშვებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში თუ სხვა უწყებებში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, მათი დეპორტაციისთვის და ერთ-ერთი ასეთი მათ შორის ესეთი საჯარო განცხადებაც იყო, სადაც ნახეთ, რომ ერთ-ერთი ქართველი იმუქრება, რომ მოკლედ ვიღაც აითვალწუნა როგორც ჩანს ქართული ოცნების ამომრჩეველი და იმუქრება, რომ არჩევნები ჩაივლის და ამ ადამიანზეც, არ ვიტყვი ხა სახელდაგვარს, ინფორმაცია მიეწოდება ყველას, მათ შორის გერმანიის მთავრობას. აი ასეთი მდგომარეობა ვითარება იყო 2024 წლის არჩევნების წინ, როდესაც მათ შორის დიასპორის წარმომადგენლები ზოგიერთი ნაწილი გადაკიდეს, წააქეზეს საკუთარივე თანამემამულეების წინააღმდეგ, რომ შავი სიები შეედგინათ და სახელმწიფო დეპარტამენტებში თუ საგარეო საქმეთა სამინისტროებში შავი სიები გაეგზავნათ იმ ქართველებთან დაკავშირებით, რომელზეც შეიძლება შემდეგ რაიმე ხინჯი მოენახათ მათი ყოფნის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით და დეპორტაცია მოეხდინათ. აი ამისგან დასაცავად არის მათ შორის ეს რეგულაციები და კიდევ ერთხელ მინდა მე დიასპორას მიმართო, რომ მათ შორის აი ეს რომ არ მოხდეს. რომ არ იყოს განხეთქილების ჩამოგდების სურვილი უცხო ქვეყნებში შიგნით ხელისუფლებების თუ სპეცსამსახურების მხრიდან, იმისთვის რომ ისინი გამოიყენონ იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, იმისთვის რომ დააპირისპირონ დიასპორა დიასპორასთან, იმისთვის რომ გახლიჩონ ჩვენი თანამემამულეები საზოგადოებად, აი ამისგან
მათ ვერ დაიცავს და როგორც ხედავდი ჩვენ თვალი დაუხუჭეს მაშინ გერმანიის ხელისუფლებამ თვალი დაუხუჭა აი ამ პირდაპირ ჩარევას არჩევნებში ხო რეაქცია ხო არაფერი არ ყოფილა თვალი ჩაუხუჭა გერმანიის ხელისუფლებამ ასევე თვალი დაუხუჭა პირდაპირ მუქარას ამორჩევლებზე ზეწოლას ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას რომ ეფექტიანი ინსტრუმენტები გქონდეს უცხო ქვეყნებში ამიტომ იმისათვის რომ მათ შორის დიასპორა იყოს დაცული წნეხისგან, ზეწოლისგან, ვინაიდან ისინი სულ უფრო მეტად და მეტად გახდებიან სამიზნე უცხო ძალებისა, რომ ისინი მათი გამოყენებით საქართველოში პოლიტიკური მათ მიმართ ამ უცხო ძალების მიმართ ლოიალური და დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები მოიყოლოს ზუსტად ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს წესი, რომელიც მოქმედებს ზუსტად იმ ქვეყნებში სხვათა შორის, სადაც ყავთ ძლიერი დიასპორა, სომხეთი, ისრაელი, ირლანდია, მალტა, ზუსტად ის ქვეყნებია, რომელსაც დიასპორა მათ შორის იმ ქვეყნების განვითარებაში წვლით შეაქვს, კონტაქტსაც არ კარგავენ, მაგრამ ზუსტად ასე იცავს სომხეთი, ირლანდიაც, ისრაელიც, მათ შორის თავის დიასპორის წარმომადგენლებს იცავს საზღვარგარეთ, რომ ისინი არ გამოიყენონ შემდეგ იარაღად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და არ ჩართონ პოლიტიკურ დღის წესრიგში უცხო ძალებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს ცვლილებები ემსახურება მათ შორის დიასპორის უფლებების დაცვას და მათგან წნეხის მოხსნას. აი თქვენ ამ თემაზე ამბობთ, ანუ მიხალბოთის შეგვიძლია ეს მეტი მეტად იმიტომ რომ მიხალბოთმა თუ ახლა რაც გამოპრინტერებული ვიდეოს ავრცელებს თუ მოწოდება საქართველოში მეც შემიძლია ეს მოვისმინო და შეიძლება ჩემზეც კონდეს მას გავლენა ეს ერთის მხრივ მაინტერესებს რატომ არის გერმანია კიდევ ერთხელ ასევე მაინტერესებს აბა კარგი ბიჭი ხარ და არ დაუჯერო თუ რაღაცა სამყარო რომ არ დაუჯერო ვინმა მოწევს ახლა მიხალბოთს გერმანიაში მე დაუჯერებ თუ არა დაუჯერებაში პირველი რომ და მისი სასურველი ერთი რომ მონაწილეობის მიღება არჩევნებში მეორე მისი სასურველი არჩევანის გაკეთება არ გაკეთების საკითხი. კი ბატონო ატარებს მაგრამ რა ვიცით რა ზეგავლენის ბერკეტი აქვს ამ ადამიანებს და თავად ეს ფაქტი თავად იქ შედეგი ვინ როგორ მივა და იქ როგორ გადაწყვეტ სხვა საკითხია თუმცა ის რომ უკვე ცდილობენ ზეწოლას და წნეხს ეს ფაქტია და კიდევ ერთხელ ქვეყნის შიგნით საქართველოს კანონმდებლობა მათ შორის ითვალისწინებს ამორჩევლზე ზეგავლენას დასჯას, ამორჩევლის მოსყიდვას და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს ითვალისწინებს და საქართველოს სახელმწიფო პასუხისმგებელი არის, რომ უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა ჩარევისგან. გერმანიაში პირდაპირ მუქარა იყო მათ შორის ქართველი სხვა ემიგრანტის მხრიდან, რომ აი ხა ეს არჩევნები ჩაივლის და მათ შორის ამ ადამიანზე ინფორმაცია მიეწოდება ყველას, მათ შორის გერმანიის მთავრობას. რაიმე გერმანიის ხელისუფლებამ რამე გააკეთა, რომ ეს ადამიანი გამოევლინა და ეთქვათ, რომ ეს პირდაპირ მუქარა ყოფილიყო. რაც შეეხება თავად ფაქტს კიდევ ერთხელ გითხრათ, მიხაილ როთმა 2024 წლის არჩევნების წინ ჩაწერა ვიდეო მიმართვა და მათ შორის მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში და სხვაგანაც მოუწოდებდა რომ როგორ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, მოუწოდებდა რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიეცათ ხმა და ამას აკეთებს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სახელისუფლებო პარტიის წევრი მიხაილ როთი იმ დროს და რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანებს შეიძლება მათ შორის გერმანიაში თუ სხვა ქვეყნებში სხვა პირების განზეწოლის შემთხვევაში, როდესაც შეიძლება ადამიანს თვითონაც ეჭვიეპარებოდეს რომ ან მქონდეს შიში იმის რომ შეიძლება მოუძებნონ რაიმე საბაბი იმისთვის რომ მისი სამართლების სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ რა თქმა უნდა როდესაც ხედავს რომ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი პირდაპირ ეუბნება რომ აბა ქართველებო გერმანიაში ეხა დაეწყვეთ დარეგისტრირდით და ოცნების წინააღმდეგ მიეცით ხმა მიანე ხმა უყურეთ თავად ეს ფაქტი თავად დაზაფრვა ვიღაცას მე მოატყუებენ რომ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ვიღაცა დაიჯერებს ვიღაცა არ დაიჯერებს მაგრამ ეს რომ რა მაინტერესებს ხო თქვენ ხო საქართველოს მოქალაქე ხართ აი საქართველოს მოქალაქე თქვენ ეს საერთოდ რაიმეში ჯდება რომ უცხო ქვეყნა არ მოგწონთ ეგ მაინც მითხარით რომ არ მოგწონთ მოდი აბა თქვი მოდი დაგმეთ კარგი დაგმეთ მოგწონთ როგორც ჟურნალისტი ხარ კაცო ეს ამბავი უნდა ისედაც უნდა იცოდე
ნახით მიხაილ როტის ტვიტი 2024 წლის 1 ოქტომბრის ტვიტი გადაამოწმეთ და ნახავთ ყველა. მოკლედ დავგვეთ, ორივე დავგვეთ მიხაილ როტი, რაც უკვე კარგია. მოკლედ თუ კი მართალიას ყველაფერი თქვენ გბობთ. რა თქმა უნდა, უყურეთ. არა, იმიტომ თქვენ არ გეშინიათ თუ დეპორტაციას მოახდენენ გერმანიისგან თქვენ და. იმიტომ თუ ხართ გერმანიაში, თუ ცხოვრობთ გერმანიაში, საქართველოს მოქალაქე და გაქვთ შიში, რომ შეიძლება თქვენს წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენონ და საბაბი მოგიძებნონ და სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დაგიყენონ და ამასაც ამბობს იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ აბა მიდი ახლა და მიეცი ხმა ქართული ოცნების წინააღმდეგ და ამის შიში გერმანიაში არა, უყურეთ ცესკო ატარებს ამას საარჩევნო უბანში, რომელიც იხსნებოდა საელჩოებში. მაგრამ უბნამდე რაც ხდებოდა, იმაზე ზეგავლენა ქართულ სახელმწიფოს არ აქვს. მოკლედ დავაგდეთ მიხაილ როტს.